ადამიანები, ვინც არიან აი ამ სახში დუშეთის სახში ბენეფიციარები არიან აბსოლუტურად საღი გონების ადამიანები, უბრალოდ მათ ზოგიერთ ფიზიკური შეზღუდვა აქვს. მოდიან აი ამ სახში სტუმრები, უმართავენ კონცერტს, საახალწლო ზეიმები იმართება. ერთხელ მახსოვს სასოფხეთიდანაც კი იყო წარმომადგენელი, უცხოელები მოდიან ძალიან ბევრი და ყველა სტუმარს ჩვენ ვცდილობთ რომ გავუმართოთ კონცერტები. ისე რომ აბსოლუტურად სრულყოფილი წევრები არიან ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების. რას მოთხოვდა? ერთი კვირის წინ დუშეთში ჩატარდა ძალიან კარგი გამოფენა და იმ გამოფენაზე იყო თემურის გაკეთებული ჯვრები გამოფენილი და მე მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრმა უცხოელმა სტუმარმა მიაპყრო მის გაკეთებულს ყურადღება და ძალიან დაინტერესდნენ და მე მათ ვთხოვე რომ გვეწვიონ ჩვენ პანსიონატში, ჩვენ გვჭირდება დახმარება მასალების თვალსაზრისით და რეალიზაციის. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ იქ იყო ბულგარეთის ელჩი თავის მეუღლესთან ერთად და ის შემპირდა, რომ ჩვენ ახალი წლების შემდეგ აუცილებლად გვეწვევიან და დაინტერესდებიან აქ მაცხოვრებელი ბენეფიციარების შრომითი საქმიანობით. რას გსოვ? ჯემს. კიდე რებს გსოვ ხოლმე? ნასკებს. და სად მიგაქვს მე ეს ნაკსოვები? გავარებ. იყიდება ხო? კი. ამ ჯემს რისთვის გსოვ? ეს შეკვეთა. შეკვეთებსაც იღებ? კი. კი. ბედნიერია რომ აქანებ ცხოვრობ. ჩვენ ვართ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი, სადაც ჩარიცხული არიან ფიზიკური შეზღუდვისა და მცირე გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბენეფიციარები 18 წლიდან 18 წლის ზევით. ამ წუთისთვის ჩვენთვის არის პრობლემა ის, რომ ბენეფიციარები არიან ზოგი ისეთები, რომ ფიზიკური შეზღუდვით, რომლებიც წელს ქვევით არიან, მაგრამ მათ შეუძლიათ ხელების მოძრაობა და მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ გაკეთდეს მცირე წარმოებები. აი მაგალითად, ქალებს შეუძლიათ ქსოვა და კერვა, შეიძლება რომ საქსოვი წარმოება გაკეთდეს, თეთრეულის შესაკერი წარმოება გაკეთდეს და აი შეკერილი თეთრეულის რეალიზაცია ისევ ჩვენ სისტემაში მოხდეს ბავშვთა სახლებში, სადაც არის პანსიონატებში, თუნდაც ჯარში, თუნდაც ციხეში. ძალიან მინდა რომ გაკეთდეს ხეზე კვეთის მცირე წარმოება, იმიტომ რომ რამდენიმე ბენეფიციარს შეუძლია ხეზე კვეთა და მე მინდა მოუწოდო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ დაინტერესდნენ ჩვენი პანსიონატით და იქნების მათ შეძლონ, რომ აი რაღაც დაფინანსება გაიღონ, რომ აი ეს წარმოება ავამუშაოთ. ბენეფიციარებისთვის აუცილებელი არის ურთიერთობები საზოგადოებასთან, იმიტომ რომ ისინი დაბადებიდან ჯერ იზრდებოდნენ ჩვილბავშვთა სახლში, შემდეგ ბავშვთა სახლში, შემდეგ მოხვდნენ ჩვენთან და ბევრს არ შეუძლია გადაადგილება და ამიტომ ძალიან გთხოვთ საქართველოს მოსახლეობას, რომ მობრძანდით და გვინახულეთ ჩვენი კარები ყველასთვის ღია.